საღამო მშვიდობისა. ეს არის გადაცემა 360 გრადუსი და მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დღეს ორ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. ეროსი კიცმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურის მტკიცებით მან თავი მოიკლა. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე კი პროკურატურამ ჯარდებულებისთვის სასჯელის ზომის გაზრდას ითხოვს. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად, მანამდე კი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების კოლაჟი უნდა ვნახოთ. გადაცემა 360 გრადუსია ეთერში. თითქმის 2 წლიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ეროსი კიცმარიშვილი არ მოუკლავთ. მან თავი მოიკლა. შესაბამისად, საქმე დაიხურა. პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებიან კიცმარიშვილის ოჯახის წევრები და საქმეში არსებულ დამატებით გარემოებებზე საუბრობენ, რაც შესაძლოა ხელახალი გამოძიების დაწყების საბაბი გახდეს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბროთ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ჩემს სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები კი არიან სატელეფონო ჩართვით, რა თქმა უნდა, გვეყოლება ეროსი კიცმარიშვილის ძმა, ზურაბ კიცმარიშვილი, გარდა ამისა მოვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებსაც ამ საქმესთან დაკავშირებით, ლევან ჩოლოყაშვილი, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი, მერაბ მეტრეველი, სახელმწიფო ხალხისთვის წევრი და რა თქმა უნდა, გაგი მოსიაშვილი, ეროსი კიცმარიშვილის ოჯახის ადვოკატია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოიცალეთ, ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ. თუმცა მანამ სანამ ჩვენ დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს სტუდიაში, მანამდე სატელეფონო ჩართვით ჩვენთან ეროსი კიცმარიშვილის ძმა, ზურაბ კიცმარიშვილია. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით. საღამოშიდობის. დიდი მადლობა, რომ დღეს მოახერხეთ და ჩვენთან ერთად ხართ სატელეფონო ჩართვით. ბატონო ზურაბ, პირველ რიგში მაინტერესებს მეც და ალბათ ჩემს სტუმრებსაც სტუდიაში, თქვენ როდის გაიგეთ პროკურატურის ამ გადაწყვეტილების შესახებ? თქვენთვის როდის გახდა ცნობილი ამის შესახებ? რომელი გადაწყვეტილების ამ შემაჯამებელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით? დიახ, სწორედ ამის შესახებ. ეს ქონდა ჩვენ გუშინ ღამე შეგვითანხმდეთ მდევანელ შეხვედრაზე ის პროკურორთან. მივედით იქ და იქ გამოგვიცხადა მან, რომ მოკლედ დაამთავრეს საგამოძიებო მოქმედებები, საქმე დაიხურა. ამის შემდგომ დავიდა ჩვენ შორის საუბარი, შედგა საუბარი, გვაჩვენეს ის 3D ანიმაცია, რომელიც მე გავცელდა და თურმე არ ვიცოდით ახლა ჩვენ ამის ისიერად გავცელებას ვაპირებდნენ, თუმცა პარალელურად უკვე ეთერში ხდებოდა განხილვის გავცელება, ბრიფინგი იყო პროცესები. ესეთ ვითარებაში შევიდეთ, ეს ყველაფერი ვისაუბრეთ, წელი საუბარი ქონდა საკმაოდ. გავეთ მასალებს. პრინციპში რამე ახალი და მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც რაღაც გულის სიღრმეში დღეს როცა მივდიოდით ამ შეხვედრაზე და ვიცოდი სუსიში ნასი. მაინც ქონდა იმედი, რომ იქნება რაიმე საინტერესო მიმართულებით ამ ინფორმაცია გახდა ცნობილი, რაღაცა მოქმედებები იყო დაგეგმილი და ამის თავობაზე შედგებოდა საუბარი, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ფაქტიურად კომუნიკაცია არ გქონდა, ჩაკეტილი იყო ჩვენთვის ინფორმაციული წყაროები საგამოძიებო ორგანოებიდან. მაგრამ მაინც საბოლოოდ მაინც იმედი გაგვიცრუდა და გაცხადეს ის, რაც ასე ვთქვათ, ბოლო მოვლენებიდან ისედაც ვცნობდით, რომ ვფიქრობდით, რომ ასეთი იქნებოდა მათი საბოლოო პოზიცია. მიუხედავად თქვენი მოლოდინისა, ბატონო ზურაბ, თქვენ მაინც დღეს გააკეთეთ განცხადება და აღნიშნეთ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი და საქმეში არსებობს დამატებითი გარემოებები, რაც არ არის გამორიცხული გახდეს ხელახალი გამოძიების საბაბი. რა გარემოებებზე საუბრობთ? მაპატიეთ, მე ძალიან დეტალურად ვერ ვისაუბრებით ამასთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო ბრიფინგი გვაქვს დანიშნული და გინდა რომ იქ ყველა მედია გამოცემას ერთობლივად მოუხმოთ და იქ საუბრობთ ამ დეტალებზე და ახლა მე თქვენ ამაზე საუბარი ახლა სხვა საინფორმაციო საშუალებები გაგვიწევენ. ხვალ გეპატიჟებით ყველას გიწევთ მობრძანდით და იქ ექნება დეტალებზე საუბარი. მაშინ ვისაუბროთ. ბევრი ასეთი დეტალი მე ადრეც მოვყევი, ადრეც მქონდა საუბარი, რაც დღემდე ღია ჩემთვის არანაირი ელობა და პასუხები არ მივიღია ამასთან დაკავშირებით. არის კიდევ უამრავი ინფორმაცია, რომელიც სხვა გვინდა ესაუბროთ.
გასაგებია, რომ ხვალ დამატებით დეტალებზე ისაუბრებთ, მაგრამ თვითმკვლელობის მოტივად დასახელდა ფინანსური პრობლემები. რომ თქვენს ძმას ჰქონდა $300,000 მოცულობის ვალი, შეიძლებოდა თუ არა მას თავი მოეკლა ამის გამო ფინანსური პრობლემების გამო. საქმეში, როდესაც ჩვენ ეს საკითხი ნახეთ, რამდენად იყო შესწავლილი გამოძიების მიერ, მოგეხსენება ჩვენ ქონდა საშუალება გავცნობოთ საქმის მასალებს. იქ სხვა თანხა იყო ნაკლები, მაგრამ არ არის ეს არსებით $300,000 იყოს, რომელიც იპოთეკურის ეს წარმოადგენდა და ვინმე ისეთი ვთქვათ მაფიოზის ვალი, რომელიც ესე იგი მე ამას იარაღის ძალით ამოიღებდა რაღაც ასეთ საშინელებებს შეიძლება ეს იყო ჩვეულებრივი მიმდინარე ვალი, რომელიც ალბათ ძალიან ბევრი ჩვენგანს გააჩნია და ამას თავისუფლად უმკლავდებოდა ასე. ის ოჯახი და არანაირი პრობლემა აქედან არ იყო. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ეს მოტივი უშუშურია, არგუმენტები კიდე იქ იმ 3D ანიმაციაში, რომელიც იყო წარმოდგენილი, ისიც მიგვაჩნია, რომ საფუძველს არის მოკლებული და ხვალ შევეცდებით ჩვენი არგუმენტებით გავაქარწყლოთ ეს შექმნილი ასე ვთქვათ, ვერსია გამოძიებისა, შემოთავაზებული ვერსია და გავაქარწყლოთ ის სიუჟეტიც, რომელიც აი ამ ვიდეოში ანიმაციაში ჩანს და დავადასტუროთ, რომ ეს არის მხოლოდ გამოძიებლების ფანტაზიის ნაყოფი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბატონო ზურაბ, მე ისევ იმ გარემოებებს შეგახსენებთ, რომელზეც აქამდე უკვე გისაუბრიათ ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში, რომელიც თქვენ კვირის პალიტრას მიეცით, თქვენ ამბობდით, რომ შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია რამდენიმე ისეთი გარემოება, რასაც ვერასდროს ვერ ნახავდით ეროსის მანქანაში. ჩამოწეული ფანჯრები, მით უმეტეს ავტოფარეხში, სადაც დახურული სივრცეა, რატომღაც დაქოქილი მანქანა, დაკარგული ტყვია, 50 ვაზნა. დიახ. ეს ასე ვთქვათ, გარემოებები, ეს რეალობა რაც იყო, ხო? ეს მოცემულობა უბრალოდ ბევრი ასე ვთქვათ, უცნაურობას წარმოაჩენდა, უცნაური იყო მოკლედ ის გარემო, რომელსაც ეს ყველაფერი დაგვდა, თუმცა ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია. რომელზეც ხვალ ვისაუბრეთ აუცილებლად და ავიცი ობრად დავალაგეთ ყველაფერს ეს კიდევ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე და ყველაფერს ჩამოყალიბებულად მოგახსენებთ ხვალ ჟურნალისტებს. და ასევე არ შემიძლია არ გკითხოთ კიდევ ერთ გარემოებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლის ბოლო აქტივობები ინტერნეტ სივრცეში არსებობს მის ოჯახში მომუშავე ქალის ასე ვთქვათ ჩვენება რომ ეროსიმ სიცოცხლის ბოლო 2 საათი კომპიუტერთან გაატარა თუ არსებობს მას შემდეგ რაც თქვენ ეს თქვით ინტერვიუში მას შემდეგ თუ არსებობს რაიმე დამატებითი ფაქტები აი ამ გარემოებებთან დაკავშირებით ცნობილი. Ну, фактია რომ ეს სინამდვილე შეესაბამება ბოლო 2 საათი ის იყო გული და კომპიუტერთან ის ახლებოდა მან ბუნებრივი არის მაგრამ ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ხოდით საგამოძიებო ორგანოებიდან გარკვეული იყო თუ რა სახის აქტივობა იყო მისი მხრიდან იყო თუ არა ინტერნეტ სივრცეში რაიმე აქტივობა მიმოწერა, ავიცი რა შეიძლებოდა იმ საათში მომხდარიყო, ყველაფერი გამოგვედია, მაგრამ პასუხები იყო რომ იქ არაფერი არ მოიძებნა, რომ არანაირი ჩანაწერი არ არის, დაახლოებით სოლებამდე ციკლით ადრე ხდება ეს ჩანაწერები, არის საწავი და სადგახა ეს რაღაც უცნაური რაღაც მესიჯი გაავრცელა გამოძიებამ, რომელიც მე ეს გავიგე მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერნეტის და კომპიუტერის, პირადი კომპიუტერის შეარსებული ინფორმაციის შესახებ მუდმივად ერთად განვიხილავდით და ვეძებდით და სწავლობდით საერთო შიგნით, ეს გავხელდა, რომ იყო რაღაც მესიჯი, მიზიდად ნაცნობთან თურმე, როგორი ესე გაუსაძლისი ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძალიან მეუცნაურა ეს ყველაფერი და აუცილებლად ვაპირებ გამოვიკითხო, ხა იმ შეხვედრაზე მე ბუნებრივია ეს არ ვიცოდი და რო გამოვედი მე მეკითხა. ძალიან აუცილებლად ვაპირებ რომ გავაკეთებ საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, საიდან მაგოცა მაგხელში და ვისგან არის და ვისთან არის და ასე შემდეგ. თუმცა ხა ესეც არ არის ხა ესეთი ინფორმაცია რომ ამაზე დაყრდნობით ეს ვერსია უფრო სარწმუნო გახდეს ჩემთვის და თვითონ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ ინტერესით დავალოდებით თქვენს და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის პრესკონფერენციას, რომელიც ხვალ გაიმართება
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი და ბევრი ისეთი არგუმენტი გახდება ჩვენთვის ცნობილი, რაც პროკურატურის დასკვნის შემდეგ გაუჩნდათ ოჯახის წევრებს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მანამ სანამ ეროსი კიწყმარიშვილის ძმა ზურაბ კიწყმარიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახათ ეგრეთ წოდებული 3D ვიდეო მასალა, რომელიც დღეს პროკურატურამ ეროსი კიწყმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაავრცელა. ახლა კი გადავალთ ჩემს სტუმრებთან სტუდიაში, ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელებთ მათთან ერთად ლევან ჩოლოყაშვილი, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი, მერაბ მეტრეველი, სახელმწიფო ხალხისთვის წევრი და გაგი მოსიაშვილი, ეროსი კიწყმარიშვილის ოჯახის ადვოკატი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მაინც მანამ სანამ პოლიტიკურ შეფასებებს მოვისმენთ ამ საქმისა, მე მაინც ბატონ გაგი თქვენ მინდა გკითხოთ, როგორ იყო თქვენი რეაქცია, რამდენად მოსალოდნელი იყო ბატონ ზურაბი ამბობს, რომ ერთგვარად მოსალოდნელიც კი იყო, რომ ასეთ დასკვნას გამოაქვეყნებდა პროკურატურა. თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი არგუმენტები გაიჩხერებდა პროკურატურის მხრიდან? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და ტელემაყურებელს. თავარი არ არის ის ალბათ მოსალოდნელი იყო თუ არა ეს, თავარი ალბათ არის ის, რამდენად არის ის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია და რომელიც საჯაროა თქვენთვის, ჩვენთვის, რამდენად არის არგუმენტირებული. ჩვენ არაერთ ამ 2 წლის განმავლობაში გქონდა შემხებლობა საქმესთან, საქმის მასალებთან. სხვათა შორის ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამ შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ბატონი ეროსი კიწყმარიშვილის ოჯახი არ არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ გქონდა შესაძლებლობა საქმის მასალებს გავცნობოდით. ეს თავის დროზე სახელმწიფო ბრალდებლის მხრიდან, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ახსნელი იყო იმ გარემოებებით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით საქმეს. და ჩვენ გქონდათ შემხებლობა და დაშვება, ასე ვთქვათ, მიმდინარე საგამოძიებო საქმესთან. გამოძიების პროცესში არაერთი მიმართულება იყო, რომელიც ჩვენ მოვთხოვეთ, ჩვენი აზრით დავუფიქსირეთ საგამოძიებო ორგანოს და იმ მიმართულებით ხორციელდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით აღნიშნული ტრაგედიიდან თუნდაც 3-4 თვეში პირობითად შეიძლებოდა იგივე ამ საქმის წარმოების შეწყვეტა ამ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როგორც დღეს გამოიტანა საგამოძიებო ორგანო, თუმცა ჩვენ ვითხოვდით და არ იყო ჩვენი მოთხოვნა რაღაცა უარგუმენტო, იყო საფუძვლიანი და სამართლებრივი, რა თქმა უნდა, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები. ბოლო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ალბათ თქვენს მედია საშუალებებსაც ახსოვთ, რომ ქონდა დაახლოებით 4-5 ძირითადი მიმართულებით იყო, რა მიმართულებითაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. იყო მიმართულებები, რომლებიც თქვენ მივუთითეთ გამოძიებას, მაგრამ არ წავიდნენ ამ მიმართულებით. ჩვენ აი ამ თემასთან დაკავშირებით დღეს რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ დიახაც იყო გარკვეული სახის მიმართულებები, რა მიმართულებითაც ერთის მხრივ შესრულდა საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა, ამდენად სწორად შეფასდა ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩატარდა ნაწილი არ ჩატარდა, ნაწილი ბავშვად მათი აზრით არ იყო მიზანშეწონილი ჩატარებულიყო. თლიანობაში განწყობილება ქონდა ბატონო გაგი საქმეს გამოძიებისთვის. მე ვფიქრობ იმას, რომ სამართლებრივად, როცა კონკრეტულად იგივე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოდის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ეს უნდა იყოს მყარი და უნდა იყოს არგუმენტირებული და არ უნდა იყოს მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობილი. რჩება შთაბეჭდილება, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ეს უბრალოდ არის კონკრეტული ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს მხრიდან გარკვეული სახის ვარაუდზე აგებული და უდაუფტკიცებულებები, მაგალითად, აქ მთლად იმის თქმის სამართლებრივი საფუძველი მან შეიძლება გამოძიება შეიძლება ქონოდა პირობითად იმის თქმის სამართლებრივი საფუძველი იყო თუ არა ეს ზოგადად თანაშაულებრივი ქმედება, უფრო სწორად შეიძლება სხვანაირად რომ ვთქვათ,
დღეს პასუხი უნდა გაეცა გამოძიებას იმ კონკრეტული გარემოებების გაანალიზების შედეგად, რომ რამდენად იყო აქ მართლაც დანაშაული ჩადენილი. მივიღეთ რა დღეს პრეს-რელიზ შემოჭრებულ გადაწყვეტილებას საუბარია, რომ 600 კაცს დაეკითხა, რაღაც შედეგი არ მივიღეთ, ექსპერტიზის დასკვნები არ საუბრობენ ამ თემაზე და საუბარია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გაანალიზა სახელმწიფო ბრალდება, მივიდა ამ დასკვნამდე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან არგუმენტირებული და კონკრეტული კითხვები, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბროთ როგორც ბატონმა ზურაბ ბრძანა ხვალინდელ ბრიფინგზე, სადაც ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. აქ არის საუბარი ზოგადად ყოველთვის ვამბობდით, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება მაინც და მაინც არ გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, სწრაფი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმატში, არ ხორციელდებოდა გარკვეული პრეტენზიები, პრობლემები ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ თლად გამოძიების ეფექტურობის საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. რაღაც მომენტებში შეიძლება გამოძიებამ არ ჩაატარა იმ პერიოდში რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, ამან შეიძლება რაღაც შესაძლო ცუდი შედეგი გამოიღო დროზე ჩაუტარებელმა საგამოძიებო მოქმედებამ. ამიტომ მნიშვნელოვანი გარემოებებია, რომელზეც ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, ხვალინდელ ბრიფინგზე ვაპირებთ საუბარს. ბატონ ლევან, თქვენ მინდა გითხოთ, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი, რამდენად სარწმუნოა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელმაც საქმის შეწყვეტამდე მიგვიყვანა? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის საკმაოდ რეზონანსული და გახმაურებული საქმე, რასაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ინტერესი ახლავს და არის სურვილი, რომ სწრაფად იქნეს გამოძიებული და სიმართლე დადგინდეს. მეტად უსიამოვნო ფაქტია ეს კადრები, თუნდაც რაც იყო, თუნდაც მოდელირებული, არასასიამოვნო საყურებელია. ვისურვებდი, რომ პროკურატურა ჩვენი იყოს ესეთი, რომ არ იყოს პოლიტიზირებული, რაც ბევრი წლების მანძილზე, ხა აი გისმენდით და მაინც ცოტა შორიდან მინდა დავიწყო, ხო? პრეზიდენტ განსახურდიას კვლელობა თუ თვითკვლელობა, ზურაბ ჟვანიას საქმე, შარაძის ამბავი, რაფალიანსის საქმე, ხო? არის ბევრი კითხვის ნიშნები, მათ შორის აი ამ საქმეშიც, არა, ესეთი ბურუსით მოცულია. ჩემთვის ახლა მე არ შევალ ისეთ იურიდიულ საკითხებში, ვინაიდან არ გახლავართ იურისტი, მაგრამ როგორც ექიმს მაინტერესებს, აი როგორ შეიძლებოდა რომ თქვათ იქ არის დნმ-ის კვალი საერთოდ არ იკვეთება არავის. როგორ იყო ეს სტერილური გარემო, თქვათ, არის მარტო კიწმარიშვილის დნმ-ის კვალი, ანუ არავინ არ იყო იქ მოხვედრილი, მანქანაში არავინ არ იჯდა, ესე რანაირად მოხდა. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი ბატონ ლევან, იმიტომ რომ აქცენტი იყო გაკეთებული აი მოდელირებული ვიდეოს დროს, რომ ნახეთ როგორც ცემს ბოლთას ბატონი ეროსი, მანამ სანამ ლიფტს ელოდება. შესაძლებელია ეს იყოს მიმანიშნებელი, რომ მას ჩაფიქრებული ქონდა თვითმკვლელობით დაასრულებინა საქმე. ეს არ არის ჩემი აზრით ესეთი არგუმენტი, რომ ბოლთას ცემს ან არ ცემს ბოლთას, ეს რამე წინაპირობა იყოს იმისთვის, ამაზე შეიძლება ნაწილმა თქვას, რომ ეს გამორიცხულია, ნაწილმა კიდე პირიქით ნერვიულობდა და ასე შემდეგ, არა? ეს ერთი რასაც გეუბნებით დნმ-თან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი კვლევა არის ჩატარებული ცით იქ ტრასოლოგების, ბალისტიკური კვლევა, დნმ-ის კვლევა და ყველა საქმეს საერთოდ არა აქვს თავისი განსაიდუმლოების გარკვეული პერიოდი. არის ძალიან მოკლე, არის უფრო გრძელი, ახლა ხანს არც ისე დიდი ხანია, რაც გაირკვა მოლოტოვ-რიბენტროვის პაქტი, არა, ახლა ცოტა შორს წავალ და ისეთ იმაში გადავდივარ ბელეტრისტიკაში, მაგრამ სტალინის დანაშაულებებიც კი ახლა იხსნება, ანუ ის ხალხი, ვინც ამით არის დაკავებული, ცით მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ამ შემთხვევაში, არის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი და მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა დაიღალა აი ესეთ რაღაცეებით, რატომღაც ფორსირება ხდება წინასაარჩევნოდ ყველაფერი ამის. ხა რო კითხო იურისტებს და პროკურატურას, ალბათ ნუ გამოძიება მიდის და თუ დაემთხვა, რატომღაც ემთხვევა ხშირად წინასაარჩევნო პერიოდს, აი ესეთი რეზონანსული საქმეების გამოძიება, გახსნა, ხა დაანონსებული იყო, რომ ჟვანიას საქმეც გაიხსნება, რაღაცა მოხდება, ფარდაეხდება, არა? აი თავად ეს ფაქტი მე მგონი არის ცოტა მძიმე და არასასურველი და მე ვისურვებდი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქვეყანა შედგეს ისეთი სახით, როდესაც აი ესეთი პირობები აღარ იქნება, წინა პირობები, წინა საარჩევნო. მერაბს მინდა ვკითხო, მე როგორც მივხვდი, თქვენი Facebook პოსტიდან გამომდინარე, თქვენ არ აყენებთ ეჭქვეშ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას. არა, ასე არ არის, მთლად მე უბრალოდ იქ დავწერე, რომ დღეს
ნაციონალური მოძრაობის წევრები კარგად გაუგებდნენ მაშინდელი ოპოზიციის და დღეს თქვა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებს, რომლებსაც არ სჯეროდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია. აი ასე არ სჯეროდათ მათ, როგორც დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ სჯერათ ეროსი კიწმარიშვილის ოფიციალური ვერსია გარდაცვალების. მე სიმართლე გითხრათ, ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიასაც მჯეროდა და ამ შემთხვევაში ეს ვერსიაც უფრო დამაჯერებლად მეჩვენება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხა ჟვანიასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდა, ან ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. კითხვა არ არსებობს საქმე, რომლის მიმართ კითხვები არ იქნება. ხა სტერილური საქმე ვერ იქნება, სადაც 100%-ით ყველაფერში დაეთანხმები გამოძიებას. მე უყურებ მარტივად, რომ რომელ მხარეს უფრო მეტი კითხვა არსებობს. ჩვენ თუ გავყვებით მაგალითად ვერსიას, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია, აქ იმაზე არ ვიცი, ალბათ 100-ჯერ მეტი კითხვა გაჩნდება, ვიდრე როცა ვამბობთ, რომ ეროსი კიწმარიშვილა თავი მოიკლა. იმ შემთხვევაში თუ კი გჯერათ, რომ თავი მოიკლა, ჩვენ როცა ვამბობთ ჯერ ამ ჯერაზე სუბიექტური აღქმა, გამიგეთ, სუბიექტური აღქმა და მე რასაც უსმენ და როცა ვაანალიზებ იმას, რომ თუ დაუშვებთ, რომ ვიღაცა მოკლა, მაშინ რამდენად მეტი კითხვა იქნებოდა და რა უფრო მეტად აბსურდული ვერსია იქნებოდა იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ხო? ვიხრები უფრო თვითმკვლელობისკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვცდები, ხო, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ნუ ახლა ამ შემთხვევაში რწმენაზე თუ არის საუბარი, მე უფრო ვფიქრობ, რომ არის ეს თვითმკვლელობა, ვიდრე მკვლელობა. ამაზე არის საუბარი. ამიტომ ჩვენ საუბრობთ ახლა არგუმენტები რა გვაქვს, იცი რომ ძირითადად რატო არ შეიძლება იყოს მკვლელობა და დღეს რასაც ვისმენ, რატო არ შეიძლება იყოს თვითმკვლელობა და დღეს რასაც ვისმენ, რომ აი ეროსი კიწმარიშვილი ისეთი პიროვნება იყო, რომ თავს არ მოიკლავდა და რაღაცა ვინც ვიცნობდით მე ბრძოლა კი ბატონო, მაგრამ ახლა ეს ჩემი აზრით არის ძალიან უსუსური არგუმენტი, იმიტომ რომ თავს რო ადამიანი იკლავს, არავინ არ იცის მის თავს რა ხდება და მის თავში იმ დროს რა ხდება, ხო? შეიძლება ერთი წუთის მერე თავი არც მოეკლა იმ ადამიანს, ხო ეს აფექტია. ვიღაცას დაუშვათ, ფინანსური მოტივით შეიძლებოდა მოეკლა ეროსი კიწმარიშვილს თავი? სხვა რამეს ვამბობ რა, მე იმის გამიგდა რომ ვერავინ ვერ იტყვის ხვის მაგივრად რის გამო ადამიანი როცა თავს იკლავს, ეს ისეთი აფექტია რომ ხა ვიზე იტყვი რომ ხა ის თავს მოიკლავდა მე რო ვიცნობ. იტყვი ვინმეზე, ხა თუ აქ მაგალითად სუიციდისკენ მიდრეკილება და დღეში სამჯერ ქონდა მცდელობა, ასეთ ადამიანზე შეიძლება იტყვი, მაგრამ ბევრი ადამიანი თავს იკლავს ისე რომ საერთოდ არ ქონია სუიციდის მცდელობა და ვერავინ ვერ იტყოდა რომ როდესმე თავს მოიკლავდა, ხო? გამსახურდა ეს ასე იყო საუბარი, ხა მორწმუნე იყო და თავს არ მოიკლავდა. ეს არგუმენტები ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ თავის თვითმკვლელობამდე რომ მიდიხარ, იქ ისეთი რაღაცები ხდება შენს ფსიქიკაში, რომ ხა რაღაც იმაზე საუბარი როგორი იყო პიროვნულად ასე შემდეგ, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს წამის გადაწყვეტილება შეიძლება იქ ერთი წუთით ვიღაცას ხელი რო შეეშალა, ჩაევლო და ეროსის თავი ვერ მოეკლა, მეორე წუთში შეიძლება გადაეფიქრებინა და არ მოეკლა. ეს ისეთი ფსიქოლოგიური მომენტია, რაღაც მომენტში გადაწყვეტ, მეორე მომენტში შეიძლება არ გააკეთო. ამიტომ ასეთი არგუმენტებით გაბათილება, რომ ხო არ არის ჩემთვის არგუმენტი. ამიტომ ვიძახი ხა დარწმუნებული არაფერში არა ვარ 100%-ით, რომ გინდა თუ არა თვითმკვლელობა იყო, მაგრამ ნუ კითხვა უფრო მეტად მექნება მაგალითად მკვლელობის ვერსიასთან. თუ ვინმე ავითარებს მკვლელობის ვერსიას, კი ბატონო, მაშინ თქვან, როგორ შეიძლებოდა იმ სიტუაციაში საიდან როგორ ადამიანს ვინმე მოეკლა. ბატონო, კაკი, თქვენ მინდა გკითხოთ, საით უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვერსია, რომელიც იხრება თვითმკვლელობისკენ, თუ ვერსია, რომელიც იხრება მკვლელობისკენ. არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო გარემოება, რაც ჩვენ დღეს 3D ვერსიაშიც ვიხილეთ. ანუ ეროსი კიწმარიშვილი ჯდება მანქანაში, ის იკრავს ღვეძს, ჩამოუშვებს სარკეს, ასე ვთქვათ, მზის მოსაჩრდილ სამზეურ სარკეს, შემდეგ ქოქავს მანქანას, შემდეგ აი ამ შეკრული ღვედით, საკმაოდ წონიანი ადამიანი იღებს იარაღს და იკლავს თავს. აი ეს ამის ჯერაც ბატონი მერაბ როგორ გავიგე. არა, ჯერ გავიზახი. მე ვამბობ, რომ მკვლელობის ვერსიას თუ გავყვები, უფრო მეტი ასეთი კითხვა გაჩნდება, ვიდრე თქვათ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ხვალ ამბობს ბატონი გელა, რომ წარმოადგენს უფრო მეტ მასალას. ხვალ შეიძლება როცა მათ არგუმენტებს მოვისმენ, ხო, შეიძლება მეც აღარ დავიჯერო თვითმკვლელობის ვერსია. დღევანდელი მონაცემებით მჯერა, იმიტომ რომ გამორიცხული არაფერი არ არის. მე როდესაც ვამბობ, რომ ეს წამის გადაწყვეტილება თვითმკვლელობა, სწორედ მაგაზე მივანიშნებ, რომ ადამიანი შეიძლება იმ მომენტში არ ქონდა დაკოკა, რაღაცაზე ფიქრობდა, აანალიზებდა რაღაცას, ვინ რა იცის რა მოხდა სახლში. მაგალითად, ცოლი იყო მასთან სახლში, ხო, წავიდა, რაზე ისაუბრეს მათ, ვიღაცას კომპიუტერში ელაპარაკებოდა, რაზე ისაუბრა კომპიუტერზე, აქ ხომ მარტო იმაზე არ არის, ვალი ქონდა და მოიკლა, ხო, ეხა ერთ დღეს ხო არ გაჩნდა ეს ვალი, გუშინაც ქონდა, გუშინ წინაც, მაგრამ არ მოიკლა. ხო, რაღაცა ხო ჭიქის პრინციპია, ხო, იქ ერთი წვეთი შეიძლება მე აღმოჩნდეს ის, რომელიც გადმოღურის ჭიქას, ხო, აი რა იყო ის ბოლო წვეთი, არავინ არ იცის, ხო? ანუ აქ არის საუბარი ალბათ იმაზე, რომ მე როგორც იურისტი ვაფასებ სამართლებრივად აღნიშნულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და მინდა სასახად ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ გამოძიებას შეეძლო უფრო
ამოეწურა ჩაეტარებინა ბევრი საგამოძიებო მოქმედებები, დაუშვათ იმ მიმართულებით განვითარებულიყო, რა მიმართულებითაც ჩვენ ხვალ გვიხნება პირობითად საუბარი და ამით ერთის მხრივ ან გაქარწყლებოდა, ან და ჩვენი გარკვეული სუბიექტური დამოკიდებულება არ არის ის. მე არასოდეს არ ვაკეთებ ისეთ განცხადებას, რომ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ჭარბობდეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს. ჩვენ გვაინტერესებს გამოძიება იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს კონკრეტული ფაქტი. ის რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ის რომ თვითმკვლელობაც არ არის, მკვლელობაც არ არის და საკუთარი თავი მოუკლავს, ოღონდ წინაპირობა არის ისეთი, რომ სამზეურით დაიჭრილა, ანუ სამზეურის გამო მოიჭრილა. ხო, სამზეური ჩამოწია, შეიძლება სარკე იყო იქ და სარკეში ჩაიხედა, იმიტომ რომ ძღოლებს აქვთ ესეთი ჩვევა. და მაშუქები ჩართული დატოვა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საგამოძიებო ორგანომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოაჩინა. მაგრამ იმის პირდაპირ მტკიცება, რომ ეროსი კიწმარიშვილმა სამზეური თავად ჩამოუშვა, თავად მინები ჩამოწია, თავად ეს ყველაფერი გააკეთა და შემდგომში თავად თავი მოიკლა. ამისი არგუმენტი სამართლებრივი დასაბუთებულებისა მე ვერ მოვისმინეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. თუმცა ამის საპირწონედ, როგორც უკვე გითხარით, გაქვს გარკვეული კითხვები, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ხვალ საუბარს და ბატონ მერაბს ვთხოვ, რომ საინტერესოა ხვალ ბატონ მერაბს ვთხოვ, რომ აუცილებლად ანუ იმის მიხედვით მერაბ ხვალ რას იტყვიან, ესენი შეიძლება შეიცვალოს, თუ წონადი არგუმენტი ექნება, ხო, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. მე ხო, ჩვენ ხო არა ვართ საქმეში ჩართული, ხა ბატონ გელას თუ წონადი არგუმენტი ექნება, ამის საპირწონედ რა თქმა უნდა შეიძლება შეიცვალოს, ხა მე ის ყوار არის ეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომელსაც არ ცნობილია, ვიცით რომ მას არ შეიძლებოდა ქონოდა ფინანსური პრობლემები, რადგან ვარი რომელიც მას ჰქონდა მიათედია თითქმის მისი ქონებისა. იცით რა მომენტია? ზოგადად იგივე შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში პროკურატურას რომ არ ესაუბრა საერთოდ ზოგადად ამ მოტივზე და ეთქვა რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ესეც შესაძლებელი იყო მათი ხო, ან მოტივი საერთოდ არ დაესახელებინა. თუმცა გარკვეული წილად მათ გადაწყვიტეს რომ თურმე ეს ფინანსური პრობლემა იყო საფუძველი იმისა, რომ ამ ადამიანმა საკუთარი თავი თვითმკვლელობა, საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს საკმაოდ სუბიექტური ცოტა ხო, მე ამაზე დაყრდნობით თუნდაც, როგორც მინიმუმ, როგორც იურისტი ვაცხადებ, რომ ეს უფრო არის ვარაუდზე აწყობილი შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი მიზეზი არ იქნებოდა. და არა ის, რომ ეს მართლა ასე იყო. ასეთ გადაწყვეტილებამდე ერთი მიზეზით იშვიათად მიდიან, ჩემი აზრით ესია რა, რაღაც მიზეზები გროვდება რა, ჭიქას პრინციპით ყურად არ ვახსენე, რაღაცა არის ბოლო წვეთი. აი თუ ჩვენ ახლა მაგალითად მე რას გულისხმობდი, როცა ვამბობდი მეორე ხარით ჩვენ გავყობით მკვლელობის ვერსიას, ხო? აი მარტივად ვისაუბროთ, ხო, ახლა მაგალითად გავყოთ მკვლელობის ვერსიას, თუ ამის გჯერა, ვინ, საიდან მოკლა, საიდან ესროლა, როგორ მოახერხა მანქანაში მიბჯენით ესროლა, იქ ხო ექსპერიმენტში ეს იყო ნაჩვენები, როგორ დაემთხვა ისე რომ აეროს კიწმარიშვილის მკვლელობას თუ გეგმავდნენ, ემა წარმოიდგინე ხა ეს როგორ პროფესიონალურად უნდა იყოს მკვლელობა დაგეგმილი, რომ კვალი არ არის არსად, ხო? ასეთ მკვლელობას ერთ დღეში ხო ვერ დაგეგმავ, ხო? მინიმუმ ერთი თვე მაინც უნდა გეგმო, რომ იქ ჩაუსაფრთხე ზუსტად, ხო? ეხლა როგორ შეიძლება შენ მკვლელობას გეგმავდე და ადამიანს შთააგონო, რომ წინა დღეს მკვლელობამდე თავად იყიდოს იარაღი. შეგიძლია ეს გააკეთო, აი მკვლელი გეგულება, რომელიც ამას გააკეთებს, რომ წია შთააგონოს ადამიანს, რომ წინა დღეს იყიდოს იარაღი. იყო ნაყიდი მერაბ. ნუ არ ვიცი ახლა და მე თავისივე იარაღით მოკლა ამ ადამიანმა. ანუ აი ხო ხდები ამ მკვლელობის ვერსიას თუ გავყებით, ის კითხვები არის მომაგონი, რაც თვითმკვლელობის ვერსიასთან არის რა. და ამიტომ ვიძახი, რომ ამით უნდა ავწონოთ რა, რომელ მხარეს უფრო მეტი კითხვაა. მე ასე ვუდგები მაგალითად. თქვენ აღნიშნეთ, რომ შეუძლებელი იყო იქ დნმ-ის კვალი არ ყოფილიყო მანქანაში. ხო, ნუ სტერილურად ესე რაღაც ქიმიური განსაკუთრებული დამუშავება უნდა იყოს, რომ მანქანაში მარტო ხარ, ვიღაცა ჩაჯდებოდა პრაქტიკულად, ეხლა თეორიულადაც ძნელი წარმოსადგენია, არა თუ პრაქტიკულად. მე ასე ვფიქრობ. საერთოდ აი ხა ვახსენე ჩვენი ვალის თემა, ხო? ამან გააჩირა დიდი ვნებათა ღელვა და საუბრის საგანი გახდა ის, რომ აი
ნაწილი ამბობს, რომ 300,000-ისთვის ის არ მოიკლავდა თავს, ვიღაცა ფიქრობს, რომ ნუ ამ ხელავალი თუ ქონდა, მაშინ შეიძლება რომ თავი მოეკლა. აი ამის არგუმენტირება, ამის არგუმენტად მოტანა რა საჭირო იყო ხო პროკურატურის მხრიდან, ამას ვერ ხვდები მართალი რომ. ხო, არის მაგას ვერ ჯობდა რომ არ დაესახელებინა მოტივი. საერთოდ ამის შესახებ უფრო ადამიანი სამომავლო გეგმებზე საუბრობდა, ხო? საუბარი იყო ტელევიზიის გახსნაზე, საუბარი იყო უნივერსიტეტის გახსნაზე. ცოტა გაუგებარია ვერსია ჭიქის პრინციპით პრობლემების დაგროვების ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია. მე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა ოჯახის მოსაზრებებს და ეჭვებს პატივი უნდა ვცეთ და ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ასე ვთქვათ, ჭირისუფალი არის ოჯახი, ძმა, მეუღლე, შვილები, რა თქმა უნდა ეს ანგარიშგასაწევია, მაგრამ ასევე პროკურატურას უნდა ვენდოთ და ჩვენ არა გვაქვს, აი მე ბატონ ერავს არა გვაქვს ის სრული სიღრმისეული ცოდნა, რაც ბატონ გელას აქვს, რაც ალბათ ხვალინდელ პრესკონფერენციას ანონსებენ და ალბათ საბოლოო შედეგი იქნება რაღაცებს შეცვლის, თუ რაღაც დეტალები უნდა ვიცოდეთ. ცით რაზე არის ეს ყველაფერი აგებული, ესე მშრალად მოცემული დასკვნა, რომ აი გაირკვა თურმე რაღაცა რის საფუძველზე გაირკვა, რადგან ასეთი რეზონანსული ხარ ბევრი ასეთი უსიამოვნო შემთხვევა ხდება ქვეყანაში ხო, მაგრამ ყველას ასეთი რეზონანსი არ აქვს, არა, ასეთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ცოტა სიღრმისეულად უნდა ვიცოდეთ და გავიგოთ, არის მოთხოვნილება, იმიტომ ვარ ჩვენც ახლა თქვენ ეთერში, რომ აი ეს უფრო დეტალურად შეიძლება ალბათ უნდა ვიცოდეთ და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ფარდა ეხება. ბატონო გაგი, გააქვთ საკმარისი არგუმენტები იმისათვის, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს? გამოძიების დაწყება, საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ანუ მე ჩვენ ვაპირებთ ხვალინდელ ბრიფინგზე საზოგადოებას, ვისაც ჯერავთ და ვისაც არ ჯერავთ, ზოგადად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა კითხვები გვაქვს ჩვენ გამოძიებასთან. აღნიშნული ბრიფინგი გასცემს პასუხს თუ რამდენად სწორად, რამდენად ობიექტურად, რამდენად ასე ვთქვათ, დროში სწრაფად, ეფექტურად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, რა ჩატარდა, რა არ ჩატარდა. ამიტომ ამის შემდგომ უკვე გააკეთო საზოგადოება იმაზე აპელირება, რომ რამდენად ეს ასე სწორად. მაშინ დაველოდოთ ხვალინდელ პრესკონფერენციას. ჩვენ გვახსოვს ახლა ჟვანიას თემაზე, რამდენი ინსინუაცია იყო საფერფლეესროლა რაღაცა მოხდა და 4 წელი ახალი ხელისუფლება ცდილობს რომ რაღაცა იპოვოს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვა რა საბოლოო ჯამში. ერთი ექსპერტს იჭერდნენ ბოლოს. და რამდენი არჩევნები მე რა მოვიდა კარზე. მე ამის მოხდი არა ვარ, რომ აი ესეთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედია გამოვიყენოთ დღეს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ამ ხელისუფლების ოპონენტი ვარ, ხო, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ვარ, არა ვარ მომხრე, რომ აი ესეთი პიროვნული ტრაგედიები გამოვიყენოთ ასეთი ინსტიტუტი, როგორც მაშინ ოპოზიცია პირდაპირ ხელსადებდა მიშას, რომ საფერფლეესროლა, დღეს ნაციონალურ მოძრაობა ფაქტობრივად პირდაპირ ბიზნესს ადგენს. ხო, ვიღაცამ შეიძლება დაამტკიცოს ეს ყოველი არჩევნების წინ, არ შეიძლება რაღაცა ესეთ თემის წამოწევა და ანუ თემების ეგზგუმაცია, ასე ვთქვათ რა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში სტუმრობისთვის, ლევან ჩოლოყაშვილი, მერაბ მეტრეველი, გაგი მოსიაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები. რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით გიათ საგარეიშვილთან ერთად. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში და ჩვენი გადაცემის მეორე მთავარი თემა. ბრალდების მხარე ითხოვს, რომ ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე დაკავებული 5 ყოფილი მაღალჩინოსანისთვის მეტი სასჯელი განისაზღვროს. დაცვის მხარე კი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით სახელმწიფო ბრალდება ცდილობს ბრალდებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს. თანაგუნდელები კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის მათ წინააღმდეგ გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშწორება. და ეს მაშინ, როცა პრემიერი პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდებს. გიათ საგარეიშვილია დღეს ჩვენი სტუმარი, თავისუფალი დემოკრატების წევრი, ბატონო გია მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ მაინც მინდა დღის ყველაზე რეზონანსული ამბით დავიწყოთ, ეს არის ეროსი კიწყმარიშვილის საქმესთან გამოტანილი დასკვნა. რამდენად სარწმუნოა თქვენთვის და დამაჯერებელია პროკურატურის გადაწყვეტილება თვითმკვლელობის შესახებ და რამდენად საკმარისი საბაბი იყო ეს იმისათვის, რომ საქმე შეეწყვეტათ? თავარი არის დამაჯერებელი იყოს ოჯახის წევრებისთვის, ჭირის უფლებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოებისთვის. თუ ოჯახი ჭირის უფალი დაიჯერებს იმ ვერსიას, რა თქმა უნდა,
ჩვენც ვირწმუნებთ მეტნაკლებად ვერსიის ისტორიას. მე ვფიქრობ ასე უნდა შევხედოთ ჩვენ, ამ თვალით უნდა შევხედოთ. მე რაც დღეს მოვისმინე და შევიტყვე, უნდა თქვენ ეთერში, არც ოჯახი, არც ოჯახის ვექილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, კრიტიკული თვალით უყურებს პროკურატურის შეფასებებს, რომ არაფერი ვთქვათ იქ ლამის ჟარგონზე, საუბარზე იქ ოლთისცემაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამენით მე ვფიქრობ იურისტი, პროკურორი არ უნდა მეტყველებდეს, ესე გვერდზე გადავდოთ, არის ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც მე ვფიქრობ ჯერჯერობით პასუხგაუცემელია და ზოგადად ძალიან დააზიანა გამოძიება დრომ. მე ვფიქრობ არ იყო სწრაფად ჩატარებული გარედან მაყურებელი ადამიანის თვალით მინდა ეს შევაფასო არ იყო სწრაფად ჩატარებული გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელია ამან გამოიწვია გარკვეული კვალის წაშლა არ იყო დამაგრებული სწრაფად მტკიცებულებების საქმეზე და აქედან გამომდინარე ძალიან გაიწელა დროში ამ საქმის გამოძიება 2 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს შესაბამისად დღეს გამოზეურდა დასკვრა რომ საქმე შეწყდა და დაიხურა და ვერსია იყო ამგვარად მოწოდებული რომ თითქოს და ეს იყო თვითმკვლელობა ბევრს ამისი არ ჯერა მე მოუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას თუ იგი შეისმეს ამ მოწოდებას ძალიან დიდი ეჭვი შემაქვს რომ საფუძვლიანად გაერკვეს ამ საქმის დეტალებში მაგრამ პრინციპში ეს მოწოდებაც ფუჭია თუ საქმე დახურულია ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად დაველოდებით ხვალიდან პრესკონფერენციას, რომელიც ამავე ეთერში დაანონსა საქმის ადვოკატმა, ასევე გარდაცვლილის ძმამ, მოვისმენთ მათ არგუმენტებს და შემდეგ გავაკეთებთ უკვე შეფასებებს. თუმცა ლევან ჩოლოყაშვილმა გირჩის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რატომღაც ასეთი რეზონანსული საქმეების დახურვა ყოველთვის ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. თქვენ თუ ხედავთ რაიმე დამთხვევას, თუ უბრალოდ ეს დასრულდა მაშინ, როცა უნდა დასრულებულიყო? ნუ ხელისუფლების მოქმედების ლოგიკას თუ თვალს გავადევნებთ, არც უმაგისობაა და ზოგადად ყველა ხელისუფალს ახასიათებს ასეთი ქცევის წესი არჩევნებამდე არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები დახუროს ან გამოიძიოს ჭყალებში რა თქმა უნდა წარმოაჩინოს თავი როგორც წარმატებული ხელისუფლება წარმოაჩინოს ახალი მიღწევები და ასე შემდეგ ეს თამდევია ამ პროცესის მე ამაში რაღაც ვერაფერ სიახლეს ვერ ხედავ თუ ვინმეს გონია ქართულ ოცნებაში რომ საქმეს დახურავს ეროსი კინწმარიშვილის და 3%-ით მეც მიიღებს არჩევნებზე, ესე იგი ძალიან ახლო მხედველები ყოფილან ეს ადამიანები, რაც უფრო მეტი კითხვა დარჩება ამგვარ რეზონანსულ საქმეებზე, მით უფრო ეჭვი შეეპარება კომპეტენტურობაში ხელისუფლების, საზოგადოებას და ამორჩეველს, ისე რომ ეს პირუკუ შეგვიძლია შევხედოთ, ასე გამოცხადებული ერთი ხელის მოსმით დახურულ საქმე შეიძლება პირიქით ძალიან ცუდად ახასიათებდეს ხელისუფლებას. თუმცა ბატონი ამბობთ რომ ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეს სწორედ რომ თქვენს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ იარაღად იყენებს მოქმედი ხელისუფლება. რისკენ არის მიმართული, როგორ ფიქრობთ, მოთხოვნა, ახალი მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, რომლის თანახმადაც ის 5 ბრალდებულისთვის ითხოვს დამატებითი სასჯელის მინიჭებას. დღეს მე ვთქვი, რომ შოთაზეს რო უფლება მისცეს ადამიანმა და რომ იყოს ამ დანაშაულისთვის უვადო პატიმრობა, ამასაც მოითხოვდა, ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს არის ბრმა შემსრულებელი პოლიტიკური ნებისა, რომელიც მოდის ამჟამინდელი ხელისუფლებიდან. მე კიდევ ერთხელ ცალსახად დავადასტურებ თქვენ ამ ეთერში და სხვა შორის ამავე ეთერში მეს ერთხელ უკვე დავადასტურე და ხაზი გაუსვი ამ გარემოებას, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. და არც ამათი დაკავებით დაიწყო ბრძოლა ალასანიას და თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ, მაშინ როცა ჩვენ კიდევ კოალიციაში ვიმყოფებოდით და ბევრ რამეს თვალი ჩვენ ახლა გვეხილა. უბრალოდ თავს არ დამცემია იფიქრო იმაზე, რომ შენ ხარ კოალიციაში პარტნიორი მართველი ძალის და ის შენ ზურგს უკან ხლართავს პოლიტიკურ ხლართებს და არა მხოლოდ პოლიტიკურს, ისეთ ხლართებს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე და ბედი ეწირება. და ოჯახები ეწირება ამათ ამგვარ რაღაც უაზრო პოლიტიკურ თამაშებს. მე ამ 5 ადამიანზე ვსაუბრობ და მათ ოჯახის წევრებზე ვსაუბრობ ახლა. და არა მხოლოდ ეს იყო. მთელი კასკადი მოქმედებებისა თან ახლდა ამ ადამიანების დაკავებას, შემოწმებები,
პროკურატურის, აუდიტის, სახელმწიფო სამსახურის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თვითონ კოალიციაში ძალიან დაძაბული ვითარება დაწყებული პოლიცაბჭოდან კოალიციის დამთავრებული უმრავლესობით ჩვენ ვამჩნევდით უკანასკნელი თვეების მანძილზე რომ საქმე მიდიოდა რა თქმა უნდა იქითკენ საითკენაც წავიდა მაგრამ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ აი ამ ხელებით მოყვანილი ბუკვალურად ხელისუფლება და ჩემნაირი მილიონობით ადამიანი თუ 100,000-ობით ადამიანი იბრძოდა ამისთვის შენ ესე გაგწირავდა და იმის გულისთვის რომ ალასანია ჩამოეშორებინათ პოლიტიკური ასპარეზიდან და როგორმა გავედევნეთ ჩვენ კოალიციიდან დააკავებდნენ აბსოლუტურ თუდანაშაულო ადამიანებს რომლებსაც აბრალებდნენ იმასაც არ ჩაუდენიათ თვითონ მართლზომიერ ფლობელობაში არ იყო ეს ფულადი საშუალებები ეს ახლა იგივეა რომ აი აქ შეკრებილ საზოგადოებას ჩვენ დააუბრალოთ ჯვარი წერია ვინმე თუ თქვენი ოფისის წინ მანქანა მოიპარა და დააუბრალოთ მათ რომ რადგანაც ისინი აქ მუშაობენ და რადგანაც ის მანქანა აქ იდგა ესე იგი ეს ადამიანები არიან დამნაშავეები ბატონო კი ძალიან კარგად უკაცრავად უტრირებას ვახდენ ახლა ამ თემის მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი საქმე სისხლის სამართლის საქმე რომელიც სამაგალითოდ დარჩება თაობებს როგორ შეიძლება შეიკეროს ამგვარი საქმე და როცა მე ამ საქმეს კითხულობდი მე ასევე იურისტი ვარ მინდა გითხრათ და მიმაჩნია რომ ჩემ პროფესიაში რაღაცა გამეგება 8 წელი ბოლოს ვიმუშავე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისა თანაც უმძიმეს პერიოდში 2004-12 წლებში როცა ფაქტობრივად მარტო ვიყავი ამ კომიტეტში და ვის უპირისპირდებოდი თქვენ ეს იცით ძალიან კარგად და საზოგადოებასაც მოეხსენება და როცა მე ამ საქმეს ვკითხულობ აი მახსენდება 70-იან 60-იან წლებში 50-იან 30-იან წლებში როგორ კერავდნენ ტროიკები საქმეებს ტროიკები პირდაპირ ამ სტუს უშუალოდ მე არაფერს არ ვაჭარბებ და ეს ადრე თუ გვიან გამოჩნდება და ჩემ კოლეგებს რომლებიც ჩემთან ერთად ჭედავდნენ მოდით ასე ვთქვათ 1 ოქტომბრის გამარჯვებას შერცხვებად რომ ერთი ადამიანის ამოღებული სიტყვა არ გამიგია მე საქართველოს პარლამენტში გულშემატკივრები არ დაგჭირთ ბატონი ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ და ამირანგულ სიმღეროდა ხდება ეს რაღაცა ჩვენ როგორ უნდა ვეძებოთ უნდა ვიმარჩიელოთ ყავაზე ვინ თანა უგზნობს ან ვინ არა ქალბატონი ბესელია ბატონი ფოფხაძე მისი მოადგილე უამრავი ადამიანი კომუნიკაციის 1000 ფორმა არსებობს საჯარო სივრცის გარდა მესმის მაგრამ მე და თქვენ ხო საჯარო ადამიანები ვართ მე განსაკუთრებით შეიძლება თქვენ მე დახურულ კარს მიღმა მითანაგზნოთ ანუ რაღაც კლავზე ხელი მომკიდოთ და რაღაც შემანჯღრიოთ და მითხრათ რომ აი გიორგი მე შენს გვერდზე ვარ მაგრამ ეს ამცირებს ამ ადამიანების არის ესეთი შემთხვევები როდესაც დახურულ კარს თავისუფლების აფეთქის დღეებს კი არის შეიძლება იყოს მაგრამ მე ხა ამ ადამიანების სახელების ჩამოთვლას არ დავიწყებ იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად აზრს მოკლებულია ჩვენ ხო შედეგისთვის ვიღწვით და შედეგი ის არის რომ ეს ადამიანები ეს დააზარალებს მათ თანაც ეს ერთ თარგზე მოჭრილი 7 წელი ან ვინმეს ნაკლებად მიუძღვის ბრალი ამ დანაშაულში ან ვიღაცას ვინმეს მეტად მიუძღვის ამა თქვენში ეჭვი არ გააჩინა რა თქმა უნდა გააჩინა არა მარტო თქვენში დარწმუნებული ვარ უამრავ ადამიანში ისე რომ ბრძოლა გრძელდება რა თქმა უნდა ეს ბრძოლა გაგრძელდება შეიძლება თვეები დაგჭირდეს შეიძლება 1 წელი დაგჭირდეს ღმერთმა არქას ცოტა გაუგებარია რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკური დაპირისპირება და თქვენი მხრიდან არგუმენტად გამოყენება აი ასეთი საქმის გეტყვით კი ბატონო ჯერს ერთი ეს არის ძალიან ბრიყვი ადამიანის ჩადენილი მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს და ამასაც მალე შევიტყოთ ერთხელ და სამუდამოდ ვინ ქნა ეს ვინ ჩაიდინა მე არ მგონია რომ ეს ადამიანი შორსხედველი იყოს და შორსჭრეტელი იყოს კოლექტიურ სიბრიყოსთან გვაქვს საქმე საზოგადოდ მე მგონი ასე ვთვლი გეთახმებით იმაში რომ პრინციპში ეს პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება თავისუფალი დემოკრატების დისკურსზე ასხამდეს წყალს მაგრამ ჩემთვის ჩემი პირადი წარმატება იმდენად მეასეხარისხოვანია თუ საერთოდ სათვალავში არ არის მოსატანი იმ საპყრობილეში გატარებულ დღეებთან დაკავშირებით რომ ამაზე მე საუბარი მწვენია მე მართლა სრული გულწრფელობით გეუბნებით ახლა ნამდვილად მწვენია რა შუაში აქვს ჩემი პირადი წარმატება როცა ადამიანი ვარი ციხეში და მათი პატიმრობის გამოყენებით მე უფრო მეტ პროცენტს ავიღებ არჩევნებზე თქვენ არ გეგონოთ რომ ჩვენ ესეთი მიმართება გვაქვს ამ საკითხისადმი ღმერთმა დაგვიფაროს ამაზე ჩვენ საერთოდ არ ვსაუბრობთ ჩვენ გვინდა ეს ადამიანები ოჯახებს დაუბრუნოთ დავიხსნათ საპატიმროდან და ის ხელისუფლება რომელიც ამბობდა რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს ამისთვის გამოიყენებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამნისტიის შესახებ კანონს იღებდეს
და 200-მდე პოლიტპატიმრებს ანთავისუფლებდეს ციხეებიდან, ახალ პოლიტპატიმრებს აჩენდეს. გამოიყენებს ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, ყველა საშუალებას, მაგრამ იცით რა არის? აქაც რაღაცა ჯოხია ორი ბოლოთი. ამ ადამიანებს არაფერი არ ჩაუდენიათ და რატო უნდა შევიწყალოთ ისინი? რა დააშავეს ამ ადამიანებმა? მაგრამ თუ სხვა ბერკეტი არ იქნა გამოყენებული, ჩვენ ვიწყებთ ახლა კამპანიას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, მეტროებთან, სხვა ადგილებში, ესეთ ადგილებში, სადაც ადამიანები მრავლად იკრებებიან, პეტიციას გავავრცელებთ, ხელისმოწერებს შევაგროვებთ და ჩვენ როგორც თქვით, შევეცდებით, რომ პრეზიდენტსაც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, მაგრამ იცით რა არის, ეს არის ჩემთვის ბოლო გამოსავალი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩეროთ ნორმატიული ნაწილი, ნორმატიული შინაარსი ამ მუხლისა და ვფიქრობთ, რომ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ზოგადად, მისი განმარტება, მისი ინტერპრეტაცია პროკურატურისა და მოსამართლე ბუგიანიშვილის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებას. პრეზიდენტის განწყობა თუ არის თქვენთვის წინასწარ ცნობილი? ჩვენთვის არ არის, ჩვენ მოვისმინეთ უშიშროების საბჭოს დივნისგან, მისი პრესპიკერისგან განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ ისინი აკვირდებიან პროცესს, მაგრამ ბოდიშს ვიხდი, ეს პროცესი შეიძლება 2 წელზე მეტი გავიდეს და ამ ადამიანებს ამ დღეებს ვინ დაუბრუნებს? ახლა შოთაძე რო არ დაუბრუნებს და ბუგიანიშვილი და გადამდგარი ღარიბაშვილი, რომელმაც დაიწყო ეს უბედურება თავის დროზე და ნიშნის მოგებით საუბარი ჩვენთან და შემდეგ შეტოპა ხელისუფლებამ გამოუვალ რაღაც ჭაობში და ეხლა გამოსავალს ვერ პოულობენ ადამიანები და გონიათ სახეს ინარჩუნებენ იმითი, როცა ადამიანებს ასე დევნიან და უკანონოდ აპატიმრებენ. მაგრამ რა გითხრათ? და რის საფუძველზე ითხოვს ახლა სახელმწიფო ბრალდება სასჯელის დამძიმებას? ნუ იცით რა არის, ეს ფორმალური ნიშანი უფრო მგონია მე ამ საქმის. მუხლი ზოგადად მაქსიმუმი აქ უფრო მაღალია და დიდია, ვიდრე 7 წელი მინიმუმია. ამიტომ მე ვფიქრობ, ფორმალური ნიშანი გამოიყენა პროკურატურამ, ითხოვს უფრო მაღალ სასჯელს ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის და თანაც მე დავეთანხმები ამ პროცესის ადვოკატებს, რომლებმაც თქვეს, რომ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ეხლა თუ პროკურატურას გონია, რომ ეს ადამიანები საპროცესო გარიგებას დათანხმდებიან, მე აქედან შემიძლია უთხრამთ, ტყუილად ფიქრობთ თქვენ ბატონებო, რომ ეს ადამიანები ხელს მოაწერენ იმაზე, რაც მათ არ ჩაუდენიათ. გამორიცხულია ამას ახლა. შეიძლება ამ ქვეყანაში პროკურატურაში განსაკუთრებით ბევრი დოქსოპულოა, მაგრამ არ არიან ეს ადამიანები დოქსოპულოები. და თავიანთ დედებს და მშობლებს და თანამებრძოლებს არ გაწირავენ, იმიტომ რომ ზედმეტი 1 წელი ციხეში იჯდეს. ადამიანი ახლა შოთაძეს შინაგანად რაც გონია. არ არის გამორიცხული, არ არის გამორიცხული აბსოლუტურად. საქმის კურსში იყო ღარიბაშვილი, საქმის კურსში იყო ხადური, მათ გარეშე არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კი, თქვენ იცით რომ წარმოებით დაკითხა ეს ადამიანები. არ დაუკითხავს არავინ, მათ შორის არც ალასანი, არც ღარიბაშვილი, არც ხადური. თქვენ სწორედ გავავლეთ ეს პარალელი, მე შემიძლია უბრალოდ მოკლე ექსკურსი გავაკეთო ამ საქმეში. ეს იყო წლის ბოლო 2013-ის, როცა ბიუჯეტი ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტის ვერ შესრულდა და ეს აქილევსის კურსი იყო ქართული ოცნების და ჩვენც იქ ვიყავით, მე ამას არ უარყოფ. ანუ ეს საფინანსო კონტროლი და ამ ფულადის აღსრების ხარჯვის დისციპლინა დაბალი იყო ახლა ხელისუფლებაში. სულ 3 წუთი რჩება და მინდა სხვა თემებიც მოვასწროთ. მარტივად გკითხავთ, დღესაც შეუძლია თავდაცვის სამინისტროს მოითხოვოს სილკნეტისგან 4 მილიონი ლარის დაბრუნება. კი, შეუძლია, თუ არ მიიღებს ამ შესრულებულ სამუშაოს, მიღება ჩაბარების აქცია ხელი თუ არ მოეწოდება, თანხა უკან დაბრუნდება და მე მაინტერესებს თუ ეს მოხდება. მე რა საპირებს ბატონი შოთაძე. თვითონ დაждდება ამ ადამიანებს ვაგერად 7 წელი ციხეში? აუცილებლად მინდა გკითხოთ დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, თქვენი საუბრეთ რეგიონში არამიზნობრივად გახარჯულ საბიუჯეტო სახსრებზე. ხომ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ სწორედ ამ საბიუჯეტო სახსრებს გამოიყენებს და ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს წინასაარჩევნო მმართველი გუნდი. პირველ რიგში დიდი მადლობა საერთაშორისო გამჭირვებლობა საქართველოს, რომ ესეთი კვალიფიციური კვლევა მან წარმოადგინა. ეს არის პირველი შემთხვევა ამგვარი კვლევის წარმოდგენისა, ესე ტოტალურად შემოწმებული იყო ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა და რა წარმოუდგენელი სურათი მივიღეთ, მაგალითად ქედის რაიონში მუნიციპალური ბიუჯეტის, ადგილობრივი ბიუჯეტის 52% 16 წელს წასულია ხელფასებში და პრემიებში. აი ეს წარმოუდგენელი რაშია წასული საინტერესოა. ჯვარი წერია რამე რომ მოხდეს. თიანი რეგიონია.
ჯვარი წერია კიდევ ხას უსვავ, რას აპირებს ქედის გამგეობა მიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტს, გარწმუნებთ ამ თანხებს ესე მარტივად ვერ გამოყოფს. მიმართოს შემდეგ სარეზერვო ფონდს, რომელიც ამოწურვადია პრემიერის. ამიტომ არის საოცარი ციფრებია, მე ხა დროში შეზღუდულები ვართ, მილიონებზეა საუბარი, ათობით მილიონი არის ფაქტურად გაფლანგული წასული ჩინოვნიკების ჯიბეში, როცა არის კატასტროფული მდგომარეობა რაიონებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების თვალსაზრისით და აი აქ ბოლოს გამჭირვალეობას აქვს ესეთი შეფასება გაკეთებული და რეკომენდაცია და ისინი თავაზობენ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაანაწილოთ. ანუ არის უამრავი ხარჯი, რაც გასაწევია ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ეს ხო სიმწრით აგროვებული გადასახადებია და ჩვენ ახლა აი უყურებთ მაგალითად აი ერთი უნდა დავასახელო, ისე არ წავალ აქედან ნამდვილად. აი რომელი დავასახელა, რომელი მოგჭრის ყურს და თვალს, შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32%-ია. შრომის ანაზღაურება 1.348.000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები სულ არის 4.205.000 და აქვე გეტყვით, რომ კანონი ირღვება ძალიან თვალსისაცემად ადგილობრივი თვითმმართველობის 156 კოდექსის 156 მუხლის მესამე ქვეპუნქტის თანახმად გამგეობის მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს. აქ არის პროცენტები საოცარი. 32, 29, 52, 27, 28. ამ პირობებში, როდესაც ამბობთ, რომ კაბელების საქმე თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული პოლიტიკური იარაღია, როგორ წარმოგიდგენიათ დასხდეთ ერთ მაგიდასთან, მმართველ გუნდთან იმ მოწოდების პირობებში, რომელიც გუშინ ერთიანი ქცევის კოდექსთან დაკავშირებით გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა? ეს მეგონებ კიდევ ერთხელ ხას უსვავს ჩვენ ბუნებას თავისუფალი დემოკრატების. ჩვენოთ მშვიდობის ყოფილი ადამიანები არ გვინდა კორცხელი, მასობრივი ქვეყანაში და მუშტიკრივი, ჩვენ ეს გამოვიარეთ ყველაფერი. მათ შორის გამოვიარეთ აბსოლუტურად მარტოებმა, მაშინ როცა ახლა ვინც გვამონათებს, სად იყო კაცმა არ იცის. მე წინა ჩემ გზნებარე წლებს ვიხსენიებ და ზოგიერთი ვინც ახლა მთავრობაშია და უმრავლესობაში თვალით არ მინახავს არასოდეს 2012 წლამდე და არც მე მინდა გითხრათ ზოგიერთი მინისტრი და ზოგიერთი ჩემი ეგრეთ წოდებული კოლეგა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა შანსს ვიყენებთ, რომ ჭუაკი არ დავარიგოთ ხელისუფლებას. უბრალოდ ხელი გაუწოდოთ უთხრათ, რომ ასე არ ღირს ქვეყნის მართვა. ეს ყოველთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. ასე ეგონა თავის დროზე სააკაშვილმა, როცა დაიწყო მმართველობა თავისი. მე გული მწყდება იმაზე, რომ სააკაშვილთან მე არაფერი არ მაკავშირებდა. ამ ადამიანებთან კიდევ რაღაცა ძაფებით, უხილავი ძაფებით დაკავშირებული ვარ. ეს არის სიტყვები, რომელიც გულიდან მოდის. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მათ ქცევის წესებზე თანხმობა. 87 დეპუტატი თანახმა იყო ამის და კენჭისყრა ახლა დასრულდა და მე დამერეკა ბატონო ვიქტორ დოლიძემ თქვა, რომ აი მიიღეს ერთხმად ჩვენი პროექტი. ნახოთ ახლა როგორ შეასრულოს ბატონი კვირიკაშვილი, მაგრამ თქვენი თქვის არ იყოს აი ამას თუ გადავხედავთ და კიდევ ბევრ ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ეს რა არის სხვანაირად. ბატონი გია. ისე რომ გავიცი, ნახოთ ვეცადოთ რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნება ნამდვილად გვინდა ეს და მაგრამ აქ გეტყვით რომ თეთრი ხელთათმანებით პოლიტიკაში არ მოსულა. კარგი. ესეც იცოდეს ყველამ. დიდი მადლობა. არავის არ ვემუქრევი, მაგრამ ეს ასეა ნამდვილად. გამოწვევა მიღებულია ალბათ. კი ბატონო, რა ვიცი, მიიღო გამოწვევა და გონს მოეგონა. სანამდე არის დრო ამისი. თუ არა გაისტუმრებს ხალხი, როგორც გაისტუმრა შევარნაძე, სააკაშვილისა გაისტუმრებს ქართულ ოცნებასაც. ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. გია ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო დღეს ჩვენთან გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად. ეს იყო გადაცემა 360 გრადუსი. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად.